გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ბევრი ჩვენი მაყურებლის თხოვნით საუბარი გვექნება ხევზე და მოხევეებზე. კერძოდ გავარკვევთ ამ უძველესი ქართული რეგიონის და მის მცხოვრებთა როლს საქართველოს ისტორიაში. დავიწყოთ იქიდან, რომ ხევი უძველესი დროიდან დასახლებული რეგიონია, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ყაზბეგის განძით ცნობილი დიდარი მასალა. იგი დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის მე-6-მე-5 საუკუნეებით. ანუ გამოდის, რომ სულ მცირე ანტიკურ ხანაში ყაზბეგში, ხევში ზოგადად სახლობენ ქართველური ტომები და ისინი ქმნიან იქ მდიდარ კულტურას. თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემის მიხედვით, ხევში იმოგზაურა ქრისტიანობის ერთ-ერთმა პირველმა მქადაგებელმა ანდრია მოციქულმა, რომელმაც გერგეთში ჯვარი აღმართა. 1669 წელს შედგენილ დოკუმენტში კი მოხსენიებულია, რომ ამ მხარეში წმინდა ნინო მიქადაგა ქრისტიანობა და ადგილობრივი მოსახლეობა მოაქცია კიდეც ამ რელიგიაზე. ხევი უძველესი დროიდან ცნობილია როგორც წანარეთი. მაგალითად, მე-9 საუკუნეში შექმნილ მატიანეში მოქცევაი ქართლისაი მე-6 საუკუნის მოვლენების აღწერისას მოხსენიებულია ხევი წანარეთისა. მე-9 საუკუნეებში მოგეხსენებათ წანარებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს კახეთის სამთავროს ჩამოყალიბებასა და მის სოციალურ-პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენ ვისაუბრეთ წანარების შესახებ გადაცემაში, რომელიც ეხებოდა დვალეთსა და დვალებს. ამ გადაცემის ბმულს თქვენ ნახავთ გადაცემის მსვლელობისას და იქ საუბარი იყო იმაზე, რომ წანარები არიან თერგის ხეობის ზემო ნაწილის უძველესი აბორიგენი მაცხოვრებლები და რომ სწორედ იმ ტერიტორიიდან, იმ ადგილიდან გადმოსახლდნენ ისინი მე-9 საუკუნეებში კახეთში და მოგეხსენებათ მათ პრაქტიკულად ჩაიბარეს კახეთი, იმიტომ რომ კახეთი გახლდათ ამ დროისთვის მოსახლეობისგან დაცარიელებული ტერიტორია, არაბთა ბატონობისგან გაპარტახებული იყო ეს მხარე და შესაბამისად მრავალრიცხოვანი წანარები სახლდებიან სწორედ ამ ადგილას. რაც შეეხება წანარების წარმოშობას, ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი ძირითადი ვერსია. ერთი ვერსიის თანახმად ეს არის ქართველური ტომი, მეორე ვერსიის თანახმად კი ისინი არიან ნახები, ანუ ჩეჩნების და ინგუშების წინაპარი ხალხი. მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის ერთი ნიუანსი. როდესაც ისინი სახლდებიან კახეთში და როგორც უკვე ვახსენეთ, კახეთში სახლდებიან მოსახლეობისგან, ანუ კახელებისგან დაცარიელებულ ადგილებში და ამის შემდეგ იწყებენ კახეთის მოვლაპატრონობას და იწყებენ ბრძოლას, რაც თავარია არაბთა ბატონობის წინააღმდეგ, აღწევენ გამარჯვებას და აარსებენ კახეთის სამთავროს. აი ამ პერიოდში, აი ამ ყველაფრის შემდეგ წანარების ყვალი იშლება მთლიანად. ანუ ხდება წანართა ეგრეთ წოდებული, ასე რომ ვთქვათ, გაკახელება. თუ კი წანარები იქნებოდნენ არაქართველი ტომი, თუ კი ისინი იყვნენ არაქართველი ტომი, მაშინ ისმის კითხვა ამ არაქართველმა და თან მიაქციეთ ყურადღება მრავალრიცხოვანმა ტომმა როგორ მოახერხა ის, რომ მას შემდეგ რაც გაათავისუფლა კახეთი არაბთა ბატონობისგან და როდესაც პრაქტიკულად დომინანტი პოზიცია დაიკავა კახეთში, როგორ მოხდა, რომ გაქართველდა, როგორ მოხდა, რომ მისი იმდენად გაქართველდა, იმდენად ასიმილირდა, რომ მისი კვალი საერთოდ წაიშალა და ჩრდილოკავკასიური, ანუ თუ ისინი იყვნენ ჩრდილოკავკასიელები, სად გაქრა მათი ენა, მათი კულტურა, მათი იდენტიფიკაციის სხვა ნიშნები. სად გაქრა ეს ყველაფერი, ხო? აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ წანარები ქართული ტომია, ქართველური ტომია და შესაბამისად ისინი ითქვიფებიან ადგილობრივ კახურ მოსახლეობაში, როგორც
გაითქვიფდნენ მაგალითად, რომ თქვათ, როგორც მოხდებოდა მესხების ქართველებთან ათქვეფა, მას შემდეგ რაც მესხების ნაწილი გადმოსახლდა ქართლში და დააარსა გარკვეული ქალაქები და გარკვეული გეოგრაფიული პუნქტები. ეს რაც შეეხება წანარებს, რომლებიც თუ ვინმე წინაპრებად, პირდაპირ წინაპრებად ითვლებიან დღეს საქართველოში, პირველ რიგში ითვლებიან მოხევეების წინაპრებად. მოკლედ წანართა კახეთში გადასახლების შედეგად თერგის ხეობის ზემოწელი მოსახლეობისგან დაიცალა, რამაც გამოიწვია ტერმინ წანარეთის თანდათანობით გაქრობა და ხევის სახელწოდების დამკვიდრება. ამასთან წანარების სატომო სახელწოდება შეიცვალა და ისინი მოხევეებად იწოდნენ. ხევის გეოგრაფიული მდებარეობა მას არამხოლოდ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის, არამედ აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნად აქცევდა. ამ გზას სტრატეგიული ფუნქცია ჰქონდა როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო თვალსაზრისით. დიდი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ჩრდილოეთი განშტოება სწორედ ამ მარშრუტზე გადიოდა, რითაც ხევი მნიშვნელოვანი ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის ცენტრი ხდებოდა. დარიალის ხეობის გავლით უძველესი დროიდან გადაადგილდებოდნენ ვაჭრები, მოგზაურები, დიპლომატები და მეცნიერები, რომლებიც ამ გზით აბრეშუმ სანელებლებს, ძვირფას ლითონებსა და სხვა საქონელს აზიიდან ევროპაში და პირიქით ევროპის პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს ევროპიდან აზიაში ავრცელებდნენ. ამ გზის სტრატეგიული მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა შუა საუკუნეებში, როდესაც კავკასია გახდა სხვადასხვა იმპერიებისა და კულტურების შეჯახების არენა. ეს გზა აქტიურად გამოიყენებოდა როგორც სპარსელების, ისე ბიზანტიელებისა და არაბების მიერ, მოგვიანებით კი მონღოლთა და ოსმალთა ლაშქრობებისთვისაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი იყო. ხევის გზის კონტროლი საქართველოს სამეფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მისი დაცვა ქვეყნის ჩრდილოეთის საზღვრების უსაფრთხოების გარანტიასაც წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზეზით მოხევეებს, როგორც ამ რეგიონის მაცხოვრებლებს, განსაკუთრებული როლი ეკისრებოდათ არამხოლოდ ჩრდილოეთიდან მომავალი მტრის შეკავებაში, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ამრიგად ხევის გზა ეს არ იყო მხოლოდ ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასიის დამაკავშირებელი არტერია, არამედ ასრულებდა აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი გზის ფუნქციას, რაც მას სამხედრო, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების კვანძად აქცევდა. დარიალის ხეობაში განლაგებული სიმაგრეები და გამაგრებული გადასასვლელები მრავალჯერ ყოფილა მტრის შემოსევების შეკავების მთავარი ბარიერი. ისტორიულად ხევის მოსახლეობა მოხევეები განსაკუთრებული სამხედრო მზადყოფნით გამოირჩეოდნენ. ისინი ითვლებოდნენ დარიალის კარიბჭის მთავარ მცველებად და საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ამ სტრატეგიულ მონაკვეთს უცხო დამპყრობლებისგან. მოხევეები მუდამ მზად იყვნენ კავკასიონის გადმოსასვლელებიდან მომდინარე საფრთხეების მოსაგერიებლად. მათი საომარი ტრადიციები, გამორჩეული მამაცობა და ადგილობრივი ლანდშაფტის შესანიშნავი ცოდნა მათთვის მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა მტერთან დაპირისპირებისას. დარიალის ხეობაში სიმაგრეთა ქსელი საუკუნეების განმავლობაში ნახლდებოდა და ძლიერდებოდა. სხვადასხვა პერიოდში აქ განლაგებული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე სამეფო გარნიზონები, თუმცა მთავარი როლი მაინც მოხევეებს ეკუთვნოდათ. მათი ერთგულება და თავდადება საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრების დაცვაში არაერთ გზის აღუნიშნავთ როგორც ქართველ მეფეებს და ქართველ მემატიანეებს, ისე უცხოელ ისტორიკოსებს. ხევის სხვადასხვა ეპოქებში პოლიტიკურად და ადმინისტრაციულად საქართველოს სამეფო ხელისუფლების პირდაპირ დაქვემდებარებაში შედიოდა. გამონაკლისი იყო ის პერიოდი, როდესაც 1620-1653 წლებში ხევი არაგვის ერისთავების დაქვემდებარებაში იყო გადასული. არაგვის საერისთავოს გაუქმების შემდეგ კი, კერძოდ 1753 წელს, ხევი თრუსოს ხეობასთან, მთიულეთთან და გუდამაყართან ერთად საუფლისწულო მამულად გამოცხადდა და ერეკლე მეორის შვილების მმართველობაში გადავიდა. მე-18 საუკუნეში ხევი ადმინისტრაციულად 4 სამოურავოდ იყოფოდა: სტეფანწმინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავებად. რუსეთის მიერ საქართველოს
ანექსიის შემდეგ ხევი დუშეთის მაზრაში მოექცა. 1804 წლის მთიულეთის აჯანყებისას მოხევეები აქტიურად მონაწილეობდნენ ამ აჯანყებაში და ისინი იბრძოდნენ რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. 1917 წლისთვის ხევი 45 სასოფლო საზოგადოებას მოიცავდა, მათგან 20 ქვემო ხევში მდებარეობდა, 25 კი ზემო ხევში. როდესაც ვლაპარაკობთ მოხევეების სამხედრო წარსულზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ 1921 წელი. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ამ დროს დარიალის ხეობიდან ვერ შემოაღწიეს და მხოლოდ შემოვლით თრუსოს ხეობიდან შემოიჭრნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს მოხევეების განსაკუთრებულ თავდადებაზეც და ასევე განსაკუთრებულ სამხედრო ხელოვნებაზეც. 1930 წელს დუშეთის მაზრა გაუქმდა და ხევი ყაზბეგის რაიონის შემადგენლობაში შევიდა. მოკლედ ხევი როგორც უნიკალური, ისტორიული, კულტურული და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უძველესი ქართული რეგიონი საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს ჩრდილოეთის მთავარი ფარი. მისი ძირძველი მაცხოვრებლები, წანარ მოხევეები დაუღალავად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, რითაც უზრუნველყოფდნენ ქვეყნის უსაფრთხოებას ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხეებისგან. მათი შეუპოვრობა, საბრძოლო სული და სამშობლოს დაცვისკენ მიმართული ძალისხმევა დღემდე ქმნის ხევის ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენა მაინც საქართველოს თითოეული ისტორიული რეგიონის შესახებ. ჩვენი არხი შეეცდება გარკვეულწილად შეავსოს ეს დანაკლისი. მე დღეს ამით გემშვიდობებით, დარჩით არხის ერთგულ მაყურებლებად, შევხვდებით მომავალ გადაცემაში.